ისლამისტების წინააღმდეგ საუბარი სულ უფრო და უფრო საშიში ხდება, რადგან მათ არ მოსწონთ ის ფაქტი, რომ ჩვენ ვიმარჯვებთ. მათ არ მოსწონთ ის ფაქტი, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვავრინოთ ისინი და ხალხი გვეთანხმება. ამიტომაც ისინი იძულებულნი არიან მიმართონ იმას, რაც მხოლოდ იციან ძალადობას. და ისინი იწყებენ ადამიანების მუქარას, მაგრამ სერიოზულად ავრცელებენ პირად ინფორმაციას და ემუქრებიან ადამიანებს, რომლებიც ონლაინში უბრალოდ ამხილებენ ამ მოძრაობის ტყუილებსა და სიგიჟეს. დღეს გვაქვს გული ემაჩუყებელი ამბავი Inspiring Philosophy-დან, ანუ თავად მოისმინეთ. ბოლო დროს ყველა მიცით, რომ ონლაინ საზოგადოებას შევატყობინე, რომ მუსლიმები მემუქრებიან და ავრცელებენ ჩემსა და ჩემს ოჯახზე პირად ინფორმაციას, რადგან არ ვამბობ, რომ ისლამი მშვიდობიანია. აი ესეა ჩათო. ეს არის IP-ის ნომერი. ასე რომ IP ეს არაფერია IP სხვათა შორის. შენი სახლის კარი შემდეგია, მაგრამ ნელა მივდივართ. რადგან ბოლომდე მივიყვანთ და ეს შენზე IP ერთზე მეტ გზაზე იმოქმედებს. შემდეგ უკვე IP-საც სახლის შეცვლა მოუწევს. შემდეგ საფში გადასვლა მოგიწერს IP, იმიტომ რომ სულ ამბობ ისლამი არამშვიდობიანია. არა, შენ ხარ ის, ვინც პროვოცირებს. არა. მაგრამ გულისხმობ ირონია იმაშია, რომ ისინი ამბობენ თითქოს შენ ხარ პრობლემა, რადგან ამბობ, რომ ისლამი არ არის მშვიდობიანი, ასე რომ ჩვენ ძალიან არამშვიდობიანი ვიფი ვიქნებით, რომ შენი აზრი დავამტკიცოთ. ვინც არ იცით, აქ God Logic-ია. ინტერნეტში უამრავი ასეთი საოცარი ინფლუენსერია, რომელთა უმეტესობა ქრისტიანია. ისინი დროს უთმობენ სხვადასხვა რელიგიის, განსაკუთრებით კი ისლამის გაბათილებას, რადგან ფიქრობენ, რომ ეს სიგიჟეა და კარგად ესმით მისი საფრთხე. გულისხმობ, ჩვენ ყველამ ვიცით, რადგან ეს ნამდვილად საფრთხეა. გულისხმობ, საკმარისია ნახოთ, როგორ ამ ხელს ვინმე სხვას მხოლოდ იმიტომ, რომ მან რაღაცა თქვა YouTube-ზე, რომ მივხვდეთ, ეს ნამდვილად საფრთხეა. ყველას არავინ არის სულელი, IP. Michael Jones შენი ნამდვილი და მუშაობს სკოლაში, სადაც მუსლიმებიც არიან. შენ ცოტა ისლამოფობი ხარ, ძმაო. სკოლაში უნდა დავრეკოთ. ან ჩვენვე გავაკეთებთ ამას. დამიჯერე. ირონია არავის გამორჩენია, ვისაც ორზე მეტი ტვინის უჯრედი აქვს. შენ ამტკიცებ ჩემს აზრს, რომ ისლამი ძალადობრივი რელიგიაა, რომელსაც ყველა ფასად უნდა შევეწინააღმდეგოთ. მას შემდეგ რაც ის ვიდეო ჩავწერე, მუსლიმები აგრძელებენ ჩემს წინააღმდეგ მოქმედებას. ავრცელებენ იმას, რასაც ჩემი სახლის მისამართად მიიჩნევენ, ასევე მემუქრებიან ფიზიკური ძალადობით და ჩემი ცოლის გაუპატიურებითაც კი. IP მაგრად გცემ IP პარუზე. მაგრად გცემ. ერთი დარტყმა და დამარცხდები. Sit down. გითხარი რომ ჩემს ხარჭად გაგიხდი. და ისევ იგივეს ვამბობ. ჩემს ხარჭად გაგიხდი. რას გინდა? მარტივია. არავის უნდა ის. ხო და მოიცადე. IP-ის გოგოს ჩემს ხარჭად გავიხდი. დავითის გოგოს ჩემს ხარჭად გავიხდი. გულისხმობ, რა თქმა უნდა, ეს არის რელიგია, რომელიც ქალებს ღრმად სცემს პატივს, მშვიდობიანია. ისინი უბრალოდ ცდილობენ ღმერთის სიტყვა გაავრცელონ. ანუ რა თქმა უნდა, ეს ხო აღშკარაა. სხვა კაცის ცოლს შენი ხარჭა რომ უწოდო. ზუსტად ასევე გწევით ქალებს, როცა გცემთ პატივს ყველას, განსაკუთრებით ისლამის სიტყვით. შემდეგ სახლი იყო, ხო? ეს არის სახლი, საიდანაც IP ატარებს თავის თაღლითობას. აბაზანა, სამზარეულო. აი სწორედ ესაა. აი აქ ცხოვრობს ეს პატარა ღვთისმშობი ცხოველი. გამოდის. შეიძლება ვთქვა, რომ ზოგჯერ როცა ინტერნეტში ხარ, გგონია, რომ შეგიძლია ილაპარაკო ყველაფერზე და არაფერი მოხდება. მაგრამ როცა იწყებენ შენი დის, სახლის, ცოლის მიმართ თავდასხმას, გემუქრებიან და უბრალოდ ბოროტი შეტყობინებების გამოგზავნით არ შემოიფარგლებიან. გულისხმობ, ჩვენ ათასობით ბოროტ შეტყობინებას ვიღებთ. ვის აინტერესებს ეს? სინამდვილეში ისინი საკმაოდ სასაცილოა, ძალიან მხიბლავს მათი წაკითხვა. ხო, გონია, რომ ეს აზიზღარი ძუკნა ვარ. ეს ნიშნავს, რომ ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ, როგორც არ უნდა იყოს ეს სხვა თემა. ეს საშიშია. ეს საშიშია და პრობლემურია, წარმოუდგენლად პრობლემური, რომ როდესაც ადამიანები ინტერნეტში რაღაცას ამბობენ, მათ რეალურ ფიზიკურ უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება. ამ ყველაფრის გარდა, როცა ლოს-ანჯელესში ვიყავი, ამ მუსლიმური ცირკის ლიდერმა გადაწყვიტა, რომ მე და God Logic-ი დაგვდევდა იმ ეკლესიაში, სადაც გამოსვლა ჰქონდა დაგეგმილი. და მან განაცხადა, რომ იარაღი ჰქონდა უნდა. ჰეი, როგორ შარდავ? ჰეი, უკან, ან უკანა ჯიბეში შარდავ თუ არა? არა, არ ვიცი. ეკლესიაში არა. არა, მართლა. პირზე ლაპარაკობ. კი, გავაკეთე. იმიტომ რომ მათ დაცვა ახლავე გამოიძახეს, ნახე? ახლა ხანს დავინახე, აი რატომ მაქვს მე მეექვსე გზნობა, ხვდები რას ვამბობ? ხო, მაქვს მეექვსე გზნობა, ნახე, აი იქ არიან. მთავარი მიზეზი, რატომაც ეს საკმაოდ შემაშფოთებელია ისაა, რომ სხვა კონტენტ შემქმნელებიც გადიან მსგავს პრობლემებს და ზოგი მათგანი ტერორისტული ორგანიზაციების სამიზნეც კი ხდება. მე დამემუქრა ტერორისტული ორგანიზაცია. ერთ დღეს, როცა სამსახურში ვიყავი, ოჯახის წევრმა მომწერა, რომ დაუყოვნებლივ სახლში უნდა მივსულიყავი, რადგან FBI ჩემს სახლში იყო.
მივედი მანქანასთან დაურეკე ამ ოჯახის წევრს და წავედი სახლში. როცა სახლში მივედი, გარეთ კაცი მელოდებოდა. მან მაჩვენა თავისი სამსახურებრივი მოწმობა, მითხრა რომ FBI-დან იყო და შემდეგ მითხრა რომ უნდა გვესაუბრა. მან მითხრა რომ ახლო აღმოსავლეთში არსებობდა ტერორისტული ჯგუფი და ისინი მე მიზანში ამიღეს. კაფილს მეძახდნენ, რადგან მუხამედ წინასწარმეტყველის ღირსებისთვის საფრთხეს წარმოვადგენდი. ამ ტერორისტულ ჯგუფს ჩემი ფოტოები, პირადი ინფორმაცია ჰქონდა და აქტიურად ეძებდნენ ჩემს მისამართს, რათა მე და ჩემს გარშემო მყოფები მოეკლათ. მუსლიმები გვემუქრებიან გაუპატიურებითა და ძალადობით. ისინი გვდევნიან და აქტიურად ეძებენ ჩემს რეალურ მისამართს. ამ სიგიჟის ფონზე ჩემი ცოლი და მე ველოდებით, რომ ჩვენი მეორე შვილი მალე დაიბადება. ამიტომ რომ ჩემი ოჯახი უსაფრთხოდ იყოს, სანამ ინტერნეტში სახარების გავრცელებას ვაგრძელებ, სხვა გზა არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ახალ სახლში გადავიდე. ვიპოვეთ მისაღები ფასის სახლი აქედან შორს, დაცულ უბანში, დამატებითი უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ჩემი ხელფასით ამას ვერ შევძლებ. მას ფული სჭირდება, მეგობრებო. თუ ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია, გადარიცხეთ თანხა. დარწმუნდით, რომ ამ კაცს ნამდვილად შეუძლია უსაფრთხოდ ყოფნა და ამ ეტაპზე ნამდვილად აღარ ვიცი. მართლა აღარ ვიცი, ვინ უნდა აფინანსებდეს ან ეხმარებოდეს იმ ადამიანებს, რომლებიც ინტერნეტში არიან. მაგრამ მე მგონია, რომ საკმარისი მხარდაჭერა არ არის იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ რთულ საქმეს აკეთებს. იცით, ეს ძალიან საშიშია. ძალიან საშიშია იმის გაფიქრებაც კი, რომ FBI შეიძლება შენს სახლში მოვიდეს, რომ ისინი შენს სახლთან გაივლიან, რომ გემუქრებიან, რომ შენს ცოლს, შენს დებს ემუქრებიან, ეძებენ შენს მისამართებს, სიხარულით ავრცელებენ შენს პირად ინფორმაციას და ჩვენ ვიცით, რამდენად ძალადობრივები არიან ისინი. ასე რომ ეს უბრალოდ ცარიელი სულელური მუქარები არ არის, ეს რეალური საფრთხეა და იმის ნაცვლად, რომ ყველაზე დიდებს დაედევნონ, ეხლა უფრო პატარა ადამიანებზე გადადიან, რადგან მიხვდნენ, რამდენად ეფექტურია ეს. ღმერთო, ეს არის. ცოტა უხერხულია, ხო გესმის? ის საუბრობს ისლამზე, პროვოცირებს მუსლიმებს, ატარებს პირდაპირ ეთერში ზარების გადაცემას. რამდენიმე ამ ბიჩმა გაასაჯაროა მისი პირადი ინფორმაცია. გაასაჯაროა God Logic-ის პირადი ინფორმაცია. ამიტომ Mike Jones-ი გადაწყვეტს გახსნას GoFundMe და ამბობს: "ჰეი, ჩვენ უნდა გადავიდეთ უფრო უსაფრთხო ადგილას." სრულიად გასაგებია. კარგი. და საზოგადოება ერთიანდება მის გარშემო. 145,000 დოლარი შეგროვდა შაბათ-კვირას, რაც უბრალოდ. ხედავთ, ეს არის ის, რაც ინტერნეტში მიყვარს. გიჟებიც არიან, ნაცისტებიც, მაგრამ კარგები, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. თქვენ აფინანსებთ ამ კაცს, რომ ჩვენ შეგვეძლოს უსაფრთხო ადგილას ცხოვრება და ღმერთი საქმე ონლაინ გავაგრძელოთ. ანუ ხალხო, შეხედეთ ჩვენ, ისინი ვერ დაგვამარცხებენ, რადგან ჩვენ რეალურად უკეთესი ადამიანები ვართ, ვიდრე ისინი. ჩვენ გვაქვს მორალი და გვესმის, რომ სხვებზე უნდა ვიზრუნოთ, არა მათი სიცოცხლის წართმევა. და ნორმალურია, თუ იმ ადამიანებთან გექნებათ დისკუსია, ვინც არ გეთანხმებათ. არ არის საჭირო მათი სიცოცხლის წართმევა, რომ თავი უკეთი გრძნონ, ამას მხოლოდ შეშლილები აკეთებენ. ნორმალური ადამიანები კი ამბობენ, შენ კარგ საქმეს აკეთებ ჩვენთვის. მოდი მხარი დაგიჭიროთ. ამ კაცმა მიიღო თავისი სახლი, ეს ძალიან მიხარია. საოცარია, როგორ გაერთიანდნენ ადამიანები. მან შემდეგ შემოწირულობების მიღება დროებით შეაჩერა, მაგრამ რადგან საზოგადოება მის გვერდით დადგა, თანხა მაინც იზრდებოდა. ეხლა შეიძლება იფიქროთ, რომ ისლამისტები ონლაინ, რომლებიც არ ემხრობიან doxing-ს, მუქარებს და მსგავს ქმედებებს, ითხოვდნენ, ეს ცუდია. რა იქნებოდა თუ განგსტერებად მოვაჩვენებთ თავს ალაჰის სახელით? რა იქნებოდა თუ არ დავემუქრებით ადამიანებს? ჩვენ ხომ მშვიდობის რელიგია ვართ? მოდით პატარა მინიშნებას მოგცემთ რა მოხდება შემდეგ. ამ ადამიანებმა ასე არ გააკეთეს, რადგან ისინი ამას არ უჯერებენ. ეს ბოროტება, ასე ნუ მოიქცევით. იმიტომ რომ გეტყვით, თუ ქრისტიანები ასე იქცეოდნენ, თუ ქრისტიანები ამბობდნენ გედზე, კრიბ, ღმერთებზე, ჩვენ ვიტყოდით, გაჩერდით. ნუ გაავრცელებთ მუსლიმი შემოქმედების პირად ინფორმაციას, ნუ დაემუქრებით ადამიანებს. თქვენ ამას ვერ გააკეთებთ პირუსა და ღმერთის სახელით, სულელურად ჟღერს. ნუ გააკეთებთ ამას, არა. ამის ნაცვლად ეს სიგიჟე მივიღეთ. ისინი ამბობენ, არა, ის ღვთისმმობელია. თვითონ დაიმსახურა ეს და ზუსტად ეს მოხდა. როგორც ჩანს, სკორას მენეჯერებიდან ერთ-ერთი სავარაუდოდ ამ doxing-ში იყო ჩართული. აბა რას აკეთებს ის? ამის გამო კიდევ უფრო მეტად გადაირია. ეს ერთ-ერთი ყველაზე გიჟური სიტუაციაა, რაც კი მსმენია. და მთელი ამ ამის განვითარება უბრალოდ პოეტურია. მაგრამ იცით რა არის კიდევ გიჟური? ის, რამდენი თქვენგანი ჯერ კიდევ მართალია, ხო ასეა. სულ უფრო მეტი კომენტატორი გამოჩნდა, რომლებიც ღმერთის საქმეს აკეთებენ და ამ გიჟური ჯგუფის წინააღმდეგ იბრძვიან. მოდი ვნახოთ. ადამიანები, რომლებიც ბედავენ გააკრიტიკონ ისლამი, რომლებიც ბედავენ შეეწინააღმდეგონ იმას, რასაც ისლამი აკეთებს მათ საზოგადოებებში, მათ ქვეყნებში, მათ ქალაქებში, ისინი ვერ გააქრობენ ყველას. ასე მართდება ისლამი, ასე შეიძლება ისლამიც შიგნიდან დაინგრეს.
რადგან ეს არა მხოლოდ არამუსლიმებს იცავს, არამედ იცავს იმ ადამიანებსაც, რომლებიც ისლამურ საზოგადოებებში კითხვებს სვამენ და შეიძლება ისლამი დატოვონ. რადგან თუ ისლამის კრიტიკა და დაცინვა აღარ იქნება საშიში, ამ ადამიანებისთვის რელიგიის დატოვებაც ბევრად უფრო მარტივი გახდება და ის შიგნიდან დაინგრევა. ამის გარანტიას გაძლევთ. ზუსტად ესაა მთავარი. ისინი იმდენად საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინიათ, რომ მზად არიან გარეთ გავიდნენ და ფიზიკურად ავნուն ადამიანებს, რომლებიც ან ამხელენ მათ, ან რელიგიის დატოვებას სურთ. ისინი შეშინებულები არიან. ისინი შეშინებულები არიან, რადგან ეს ყველაფერი ბანკოს სახლივითაა. არც ერთს არ აქვს მყარი საფუძველი. არგუმენტებს საფუძველი არალი არ აქვთ. წმენის სისტემასაც საფუძველი არ აქვს. ის ფასადი თითქოს მშვიდობის რელიგია არიან, რაც შექმნეს. არც ეს უჭირავს, არ მუშაობს. ვინც კი ოლდინეო მაინც დააკვირდება და კითხვებს დასვამს, ამას დაინახავს, მაგრამ ეს მათ არ მოსწონთ. ეს აშინებთ. ამიტომ ამის ნაცვლად, იმის გაკეთებას, რომ იქნებ რამე კარგს ირწმუნონ და მართლა რაღაცას ააშენონ, არა. ისინი უნდა შეინარჩუნონ თავიანთი პატრიარქალური წმენის სისტემა, რომელიც მათ საშუალებას აძლევს იყვნენ ძალადობრივები, აკონტროლონ სხვები, კონდეთ ძალაუფლება და გააკეთონ რაც უნდათ. ასე ვთქვათ, ღმერთის სახელით და ისინი თავს დაესხმებიან ყველას, ვინც ამას საფრთხეს შეუქმნის. სხვათა შორის ასე გავრცელდა ეს წარსულში. ეს არის ის ისტორია, თუ როგორ გაიზარდა ისლამი მუქარით. ეს ძირითადად გადმოინათლე ან ასე იქცეოდნენ, ეს აღარ იმუშავებს, მუშავებს. და თუ საფრთხე ნაკლებად ძლიერი იქნება, თუ ყველა ერთად დაუდგებით და ვიბრძოლებთ და არ მივცემთ მათ ამის უფლებას. დაუჭირეთ მხარი იმ ადამიანებს, ვინც ღიად საუბრობს, განაგრძეთ მათი მხილება ტყუილებსა და სისულელეებში, მაშინ მათ შანსი არ ექნებათ, რადგან ყველამ ვიცით, რომ ეს არის სიმართლე. კარგი, ის არის ირონიულად რო ვთქვათ, მე მჯერა რომ ამან მაიკლს GoFundMe კამპანია ძალიან წარმატებული გახადა. და მე მჯერა რომ ეხლა მას უკვე ექნება საშუალება რომ თავისი ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანოს. ეს მართლაც შესანიშნავი ამბავია. არ ვიცი, მაიკლს ადრე კომენტარები დაუტოვებია და რამდენიმე ჩემი ვიდეოც უყურებია. ასე რომ თუ ახლა უყურებ მაიკლს, წარმატებებს გისურვებ. შენს GoFundMe-ს მულს ჩემს აღწერაში დავტოვებ. მიყვარს ეს, მიყვარს ეს, მიყვარს ეს. თქვენც უნდა გახსოვდეთ, რომ ეს ერთჯერადი რამ არ არის, ხომ ასეა? ეს ხდება შემოქმედებთან ყველა სფეროში. 2007 ან 2008 წელს მაშინ როგორც კი გამოვიდა. ვაუ, ეს არ ვიცოდი. მაშინ YouTube-ზე ყურადღებას არ ვამახვილებდით. მაშინ ძირითადად ვაცხადებდით, რომ აი ამ ეკლესიაში ამ ადგილას ვაპირებთ გამოსვლას. და ხალხი გვწერდა, ვერ მოვალ, რადგან ამ ქვეყანაში ვცხოვრობ. და მე ვიფიქრეთ, კარგი, მოდი ამ ახალ რაღაცაზე ავტვირთავთ ამას. შენი თავები გვავიწყდება, რადგან მათ ველოდებით. ნახე რას ამბობს ეს. მოდი კომენტარებს გადავხედოთ. და ასე ყველაფერს მათთვის ვაკეთებდით იქ. როგორი იყო რეაქცია მუსლიმების მხრიდან ბოლო, არ ვიცი, 20 წლის განმავლობაში? აი ასეა მეგობრებო, ისინი შიშობენ და ჩვენ ამაზე გათვლას გავაგრძელებთ და არ შევჩერდებით და ისევ გავაგრძელებთ მათ მხილებას. და ჩვენ გავაგრძელებთ ხარდაჭერას იმ ადამიანების მიმართ, ვინც მათ ამხელს, რადგან ასე ვიმარჯვებთ ერთად, იმით რომ ბევრვინი ვართ ერთმანეთის სიყვარულით, რეალურად ზრუნვით ჩვენი საზოგადოების დაცვასა და იმ ადამიანებზე, ვინც რთულ საქმეს აკეთებს. მეგობრებო, სწორედ ეს არის წინააღმდეგობის არსი. ძალიან მიხარია, რომ GoFundMe წარმატებას მიაღწია. ეს ისევ მაძლევს რწმენას ადამიანურობის მიმართ. მადლობა, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციეთ.